როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის მოგესალმებით ყველას ქონესმეთ რადიო იმედს, რომლის ეთერშიც დაიწყო გადაცემა PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად, ვინც გვისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ცნობისათვის გეტყვით, რომ ჩვენთან როგორც შეკითხვების, ასევე მოსაზრებების და რეკომენდაციების გამოგზავნა შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 91778 SMS გზავნილის ღირებულება შედგეს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით კი რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, რომლის ვებგვერდის მისამართიც გახლავთ www.sms.co.ge, ტელეფონი 219 40 14. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემატიკას, დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ორ თემაზე, ეს არის სოციალური მედია ბიზნესის წარმატებისთვის და გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ბლოგერების კონკურსზე, რომელიც PR-ის თემატიკას მიეძღვნა. პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ანუნა ბუკია, რადიო იმედის ონლაინ კომუნიკაციების განვითარების მენეჯერი და ასევე ტრენერი ახალი მედიის საკითხებში. საღამოშიდობის ანუნა, მოგესალმებით. და მადლობა რომ გამოყავით დრო, რომელიც ასეთი გადატვირთულია და ასეთი დაკავებული რადიო იმედის ამ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ესეც საინტერესო ამპლუა. და მოგება ამ იმის სტუმრის როლი ძალიან ზოგადად. ყოფილი რადიო წამყვანი ხარ და მიკროფონთან ურთიერთობა რომ არ გიჭირთ. ამაზე არ მარტო რადიო, არამედ ხო, მოქმედი წამყვანი, ამიტომ ხო. ტელეწამყვანი. კარგი. და ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს კიდევ. ეს არის ადამიანი ფუტკარი, რომელსაც შეუძლია ბევრი საქმე აკეთოს ერთდროულად. ანუნა, სოციალური მედია ბიზნესის წარმატებისთვის ეს არის დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემა. შეიძლება რომ სოციალური მედია განვიხილოთ როგორც ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და როგორ შეიძლება ვაქციოთ ის ჩვენთვის პლუსად. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობისა მივესალმები რადიო მსმენელებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ვართ დღეს თქვენ სტუდიაში სტუმრად, ძალიან დიდი პატივია. ზოგადად თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად ხშირად იყენებენ დღეს ადამიანები ინტერნეტს, როგორ იზრდება ვთქვათ მომხმარებელთა რაოდენობა, ცხადია, სოციალური მედია, როგორც ახალი მედიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს წარმატებული. მხოლოდ არის ერთი არც თუ ისე პატარა დეტალი, მნიშვნელოვანი, აუცილებელი ვთქვათ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა რა კომპანიაში მუშაობენ, რას ყიდიან, რა გამოაქვთ ბაზარზე, იმისათვის, რათა მათი პოზიციონირება სოციალურ მედიაში იყოს სწორი. ხო, სულ ეს არის. და რა პლატფორმებია ჩვენთან ისეთი აქტიური, სად შეიძლება დავუკავშირდეთ, თქვათ პირდაპირ კავშირი დავამყაროთ ამ შემთხვევაში მომხმარებელთან გაამარტივა სოციალურმა მედიამ ერთი შეხედვით, მაგრამ მეორე ფაქტორის გამოც გადავწყვიტე რომ დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე მესაუბრ, ამ ბოლო პერიოდში მესმის ძალიან ხშირად, რომ ესე თუ ის ამ თუ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც აქვს გვერდი მაგალითისთვის რომ ავიღოთ Facebook-ი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დღეს ამ მიმართულებით, დაიწყეს უკვე მომხმარებლებმა unlike-ის მიცემა ამ თუ იმ გვერდისთვის. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ვერ კეთდება სწორად. რაშია პრობლემა თქვენ ბიზნესისთვის ზოგადად სოციალური მედია და იგივე Facebook-ი არის ძალიან რთული. არ არის მარტივი სამართავი. მომხმარებლისთვის მარტივია, იმიტომ რომ ის არ ასრულებს დიდ ოპერაციებს, მაგრამ ბიზნესისთვის არის რთული და ცოტა მოუქნელიც მართალი რომ გითხრა, იმიტომ რომ თუ ღრმად ჩაეძიები, ძალიან ბევრი ალოგიკური ქმედება შეიძლება იყოს. ისეთი, რაც მაგალითად ჩვენერი ტიპის ორგანიზაციისთვის ცოტა მოუხერხებელია. რაღაცები შეიცვალო, თუმცა მაინც unlike რაც შეეხება დიახ, ვთქვათ, არის ქვეყნები, ვთქვათ, ამერიკის მაგალითად ყველა მიცის, რომ რაღაცა გარკვეულ სეგმენტმა თინეიჯერებმა დატოვეს Facebook-ი და იმ მიზეზით, რომ იქ არ არიან მათი თანატოლები, ჩვენთანაც არის მსგავსი პრობლემა unlike-ის სახით, იმიტომ რომ კონტენტი არ არის საინტერესო და ძირითადად წარმოადგენს დაკოპირებულ მასალას. მომხმარებელს რამდენადაც მას მიეცა ახალი მედიით არჩევანის საშუალება, მას უნდა ორიგინალი კონტენტი, მას უნდა რაღაც ახალი, რასაც შენ შესთავაზებ და სხვა ვერ შესთავაზებს. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ კონტენტი უნდა იყოს ძალიან საინტერესო, კარგი, ახალი, ორიგინალი, შენს მიერ მოფიქრებული და შეთავაზებული და შენი მომხმარებელი მას არ დატოვებს. თუმცა მომხმარებლის დატოვებაზე მინდა გითხრა ერთი საინტერესო ფაქტი, რატომ მოხდა და რატომ ხდება. თავიდან სანამ ადამიანები კარგად გაერკვევიან Facebook-ში და ზოგადად სხვა სოციალურ ქსელებში, ისინი აკეთებენ ბევრ ოპერაციას გაუცნობიერებლად. ამიტომ ძალიან ბევრი გვერდი Facebook-ზე ალბათ ჩვენს მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, დაგვილაიქებია ისე, რომ მე არც გვინახავს რა ხდება. და როდესაც ჩვენ ვიწყებთ და ვსწავლობთ ამ გვერდების უკეთ მოხმარებას იგივე Facebook-ის შემთხვევაში, ვიწყებთ უკვე
ფილტრაციას. ანუ ვტოვებთ იმას, რაც გვაინტერესებს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი გვერდიც ჩნდება და გვინდა რომ ჩვენს ვოლზე გამოჩნდეს და ვშლით იმათ, რომელიც აღარ გვაინტერესებს. და ალბათ მარტო კონტენტის ორივე პრობლემა, ერთი ის რომ თავის ძოზე დავალაიქეთ ბრმად და დავტოვეთ შემდეგ გვერდი და მეორე ის რომ კონტენტი არ არის საინტერესო. აქ არის კიდევ ერთი რამდენად არის გასათვალისწინებელი ეს ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში მსმენია რომ იმდენად დიდი დოზით, იმდენად ხშირად გვაწოდებენ ინფორმაციას, რომ უკვე აღარ მაინტერესებს. ანუ ზომიერების დაცვის თავისი წესები აქვს თუ Facebook-ს ავიღებს, თქვათ აქვს prime time-ი, სტატისტიკის მიხედვით, როდესაც ადმინი ხარ შეგიძლია ეს განსაზღვრა, როდის არის შენი მომხმარებელი ყველაზე აქტიური შენს გვერდზე. შესაბამისად, შენ შეგიძლია ამ განსაზღვრულ მომენტში იყო ყველაზე აქტიური და არა მთელი დღის განმავლობაში ავრცელო რაღაც ერთი და იგივე ტიპის ეს spam ინფორმაცია, თქვათ მეც დავბლოკე რამდენიმე ესეთი ყვითელი გამოცემა, ონლაინ გამოცემა, იმიტომ რომ მუდმივად დებენ ინფორმაციას. მუდმივად განახლებადი ლენტა თუ მინდა მე მივმართავ Twitter-ს და იქ მივიღებ ინფორმაციას, მაგრამ Facebook-ზე ეს არის დამღლელი, იმიტომ რომ ბევრი რამ ხდება და მარტო მოკლედ შეწყობინებები არიდება. რამდენიმე თვის წინათ მე მახსენდება ჩემი ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც გახდა უცხოეთიდან სპეციალურად ტრენერის სახით მოწვეული, სოციალურ მედიაზე ვსაუბრობდი სწორედ ამ გადაცემაში და მან თქვა, რომ Facebook-ის პლატფორმა ჩვენს რეალობაში არის ძალიან კარგად დათვისებული, არადა რეალურად ევროპა რომ ავიღოთ თქვათ მაგალითისთვის, Twitter-ი უფრო კარგად მუშაობს, მაგრამ ქართველი მარკეტოლოგები ერიდებიან რატომღაც Twitter-ზე გააქტიურებას ამ მიმართულებით. ჩვენ შემთხვევაში რომ განვიხილოთ თუნდაც რადიო იმედის შემთხვევა და ავიღოთ როგორც кейსი. რა ხდება? ზოგადად დავიწყოთ იმით, რომ ძალიან კარგად თქვი, ჩემთვის მტკივნეული თემა ქართველი მარკეტოლოგები. რამდენად კარგად იცნობენ ქართველი მარკეტოლოგები იმ ბაზარს, სადაც ათავსებენ თავენ რეკლამას, ან იმ ორგანიზაციას, სადაც მიაქვთ ეს რეკლამა, თუ თქვათ რეკლამის მიღება, ჩვენ ვართ რეკლამის მიღები, ამაზე ვართ დაფუძნებული, ეს ხშირად წარმოადგენს პრობლემას. მათ კარგად არა აქვთ პლატფორმა შესწავლილი და ხშირ შემთხვევაში ეფუძნებიან რამდენიმე ადამიანის მიერ ნათქვამ, თქვათ რაღაცა გაკეთებულ კომენტარს და არა რეალურ ფაქტებს. რადიო იმედის მაგალითით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, Facebook-ს უფრო მეტი მომხმარებელი ყავს ჩვენს ქვეყანაში ვიდრე Twitter-ს, თუმცა Twitter-ში ქართველი მომხმარებელს აქვს ესეთი მეტვალყურის პოზიცია. ძირითადად აქტიურობენ ორგანიზაციები და ესეთი პირადი პროფაილის მქონე ადამიანები უფრო არიან მკითხველის რანგში. რადიო იმედის მაგალითით ისევ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ანუ ორგანული ფოლოვერები, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამა არ ჩაგვიშვება და უბრალოდ ვნახულობთ და გვაინტერესებს, რამდენს დააინტერესებს ჩვენი კონტენტი და რამდენი მოვა თავისით ჩვენამდე. ამიტომ ძალიან ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ისეთი მაღალი მაჩვენებელია ციფრებში, მაგრამ ვინც არის ის უსმენს იმ გადაცემას, რასაც ჩვენ თავაზობთ. ანუ ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის მეტმა გვისმინოს, ვიდრე მეტი ლაიქი ან ფოლოვერი გვყავდეს, ხო? ანუ შესაბამისად იყოს. რაც შეეხება სხვა პლატფორმებს, ასევე მნიშვნელოვანია და საინტერესო ადნაკლასნიკები და კონტაქტი, რომელსაც ასევე ცოტა ესეთი იქედნურად ან ზემოდან უყურებენ ჩვენი მარკეტოლოგებიც და სხვა ადამიანებიც, ვინც ამ სფეროში მუშაობენ, თუმცა ისევ და ისევ ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც სეგმენტი, დიდი ასაკობრივი ჯგუფი არის ადნაკლასნიკებში, რაღაც სეგმენტი, ვთქვათ, ემიგრანტების და ასევე ახალგაზრდების არის კონტაქტშიც 300,000 რაღაც ადამიანზე მეტი საქართველოში დარეგისტრირებული და პლუს ამასთან ის ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ მითითებული საცხოვრებელ ადგილად სხვა ქვეყანა, თუმცა არიან ქართველები და მათთვის საინტერესო ქართული კონტენტი. ამიტომ ეს ერთპიროვნულად განხილვა, რომ მარტო Facebook-ი არის ყველაფერი არ შეიძლება. ჩვენ შემთხვევაში მზარდია ხელმომწერთა რაოდენობა Google Plus-ზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ვთქვათ ვიდეო მიბმულია YouTube-ზე, ამიტომ ვიდეო კონტენტი თავსდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ესეც Google-ის პროდუქტია, ესეც Gmail-ი აქვს, ავტომატურად ერთვება, ავტომატურად ისიც უერთდება ჩვენს ამ სივრცეს ჯერ Google Plus-ში და შემდეგ უკვე YouTube-ზე. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ არც თუ ისე ხელწამოსაკრავი არის Twitter-ი, თუმცა იცი კიდე ალბათ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, როგორც თავიდან აღვნიშნე, კომპანია, ვინ ხარ შენ და რა გინდა. ჩვენ ცოტა რთული ამოცანა გვაქვს, იმიტომ რომ მედია ორგანიზაცია ვართ, იმიტომ რომ პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ აისახება ჩვენზე, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ არ ვყიდით პროდუქტს, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბევრი გვისმინო ხშირად შემოვიდნენ, ვიდრე ვთქვათ ერთჯერადად მოვიდნენ და მაგალითად აიღონ სესხი. ჩვენი რესურსები ფინანსური გაცილებით ნაკლებია, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვიდრე სხვა დიდი კომპანიების, კომერციული კომპანიების.
და ამით იმის თქვა მინდა რომ ამოცანები არის განსხვავებული სხვა კომპანიების და ჩვენი კომპანიების. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ ძალიანაც ბევრი რომ გვისმენს Twitter-იდან, YouTube-იდან, Adnaklassnikებში საინტერესო სეგმენტია, ასაკობრივი ჯგუფი, კონტაქტშიც და Facebook-ზე თავისთავად. ნუ ჩვენთან ძალიან კარგად აისახება ხოლმე და დამახასიათებელია რომ დასავლეთის ქარის ქროლვა ცოტა მოგვიანებით ნიავის სახით აისახება ხოლმე ჩვენთან. შეიძლება. ანუ რისი თქვა მინდა, როგორც დასაწყისში აღნიშნე ხარ, თქვენ ხარ ტრენერი ახალი მედიის საკითხებში, თუმცა მიუხედავად ამისა ძალიან ხშირად გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრებას სხვადასხვა ტრენინგზე სწორედ ამ მიმართულებით. ამიტომ ხართ ადამიანი, ვინც ფლობს ძალიან დიდ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაში, რას როგორ გეგმავენ, რას როგორ აკეთებენ, რა არის აქტუალური. მიდიხართ და ტრენინგებზე ისეთ ქვეყნებში, რომელიც არის წამყვანი, ვთქვა და ამ მიმართულებით. ისინი რას ამბობენ სოციალური მედიის როლის შესახებ? არის ახალი პლატფორმები, არის ახალი მიმართულებები, არის სიახლეები, რომელსაც თავადაც უმკლავდებიან ამჯერად და სავარაუდოდ როგორც წესი შემოდის ხოლმე ჩვენთან და მოგვიანებით უნდა ველოდოთ ამ პლატფორმების შემოსვლას. როგორ უნდა დახვდეს ბიზნესი, ვთქვა რა, როგორ უნდა გახდეს უფრო მეტად მოქნილი და როგორ უნდა დაახლოვოს საკუთარი კომპანია მომხმარებლებთან. პირველი ჩვენმა მარკეტოლოგებმა კარგად უნდა შეისწავლონ მედია ორგანიზაციები და ახალი მედიის სახეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ თქვათ დღეს მარკეტოლოგს რადიო იმედში მოაქვს რეკლამა, მას აუცილებლად უნდა აინტერესებდეს რადიო იმედის ონლაინ კონტენტი. სად არის წარმოდგენილი, რას აკეთებს, რამდენი ადამიანი უსმენს და როგორი ასაკობრივი ჯგუფი და რატომ? იმიტომ რომ თუ რადიო იმედს პირდაპირ სტრიმის დროს უსმენს თქვათ ასაკობრივი ჯგუფი, მაგალითისთვის ვამბობ 25-დან 65 წლამდე, ონლაინში მას შეიძლება უსმენდეს ასაკობრივი ჯგუფი 13 წლიდან. ისი მაჩვენებლებით ჩვენ გვაქვს და თქვათ რაღაც იყო დრო, როცა ჩვენთვისაც გასაკვირი იყო, როდესაც ვიწყებდით ამ პლატფორმაზე გასვლას. ამიტომ პირველი ეს არის რომ მარკეტოლოგებმა ძალიან კარგად იცოდნენ თვითონაც რას აკეთებენ, სად მიდიან, როგორ გაყიდონ, რაც შეეხება როგორ დაეწიონ, ეს არის უკვე ისევ და ისევ პროფესიონალიზმის საკითხი, ისე და ისე რამდენად უდევთ პულსზე ხელი, რამდენად ეცნობიან მიმდინარე სიახლეებს, ხო? შემდეგ როგორ ახდენენ ამის ადაპტირებას. მე ერთხელ მახსოვს ერთ-ერთმა მითხრა რომ ცოტა ხანიო გვაცადეოთ ჩვენც ავყვებით მე მგონი ვისალისფერი მენეჯერი იყო ვიწუწუნე რომ აი იცი ძალიან კარგი პოდკასტების გაკეთება შეიძლება და რატომ არ დებთ ონლაინ პლატფორმაში კომპანიები ბევრ ფულს ესეთი იყო ჩემი წუწუნის თემა და მითხრა რომ ცოტა ხანი გვაცადეთ ჩვენც დავეწევით ეს იყო კარგი მაგალითი როდესაც ეს ნიშნავდა იმას რომ ეს ადამიანი თვალყურს ადევნებს და მოხარული ვიქნებ თუ ბევრი იქნება ასეთი და რაც შეეხება უცხოეთს გამოცდილებას ძალიან საინტერესოა ჩემთვის ყოველთვის ევროპის და აზიის განსხვავებები იმიტომ რომ იქ აზიაში სხვა პლატფორმაა და სხვა რამ არის აქტუალური თქო ევროპაში სხვა რამ არის აქტუალური ჩვენი შემთხვევიდან გამომდინარე ვიდრე ვთქვა იქაო ტენდენციებს რომლის გამოცდილება უფრო მეტად ჩანს გაზიარებული ევროპის თუ აზიის ეს პიროვნულად ცოტა გამიჭირდება თქმა ჩვენთან რაღაცები ყველაფერი ერთი ის როგორც ჩვენ თქვი გვიან ხდება ან შერეულად არის გააჩნია ვინ მართავს გვერდს გააჩნია როგორი გამოცდილების არის ადამიანი მე ვერ ვიტყოდი რომ რუსეთში ცუდი გამოცდილება აქვს სოციალური მედიის გამოყენების და არიან ადამიანები რომლებსაც ეს ინფორმაცია აქვს და თქვათ აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებენ თავიანთ პლატფორმას ხო რა ვიცი გავლენები ალბათ არა სოციალურ მედიას რაც აქვს ეს ძალიან ინდივიდუალური პროდუქტია თუ გაძლევს ეს საშუალებას თვით ილუსტრაციის და საკუთარი თავის ჩვენების ასევეა ყველა ქვეყანაში არის რაღაცა ერთი ძირითადი მაგრამ რაღაცები არის ინდივიდუალური და სხვადასხვა გვარი იმის მიხედვით რა აქტივობებია რა არის პრობლემატური ქვეყანაში დღეს ბრიტანეთში დგას პრობლემა ინფორმაციის თქვათ ჩვენთან ჯერჯერობით არ არის ეს აქტუალური მაგრამ ფილტრაციის სწორად ძიების ინტერნეტში იმის გარკვევის რა არის რეალური და რა არ არის რეალური ხო ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ეს საკითხები არ არის ისე ძალიან წინ წამოწეული ამიტომ რა ვიცი ალბათ ჯერჯერობით პლატფორმები რომლებიც ჯერჯერობით არ მუშაობს მაგრამ სავარაუდოდ მალე გადაერთვება მასზე ვთქვათ ქართული მიმართულებებიც ასე ვთქვათ მაგალითისთვის შეგვიძლია რომ განვიხილოთ ამ შემთხვევაში ინსტაგრამი რომელზეც ამბობენ რომ ვთქვათ ეს არ არის პლატფორმა რადგან აქ ვთქვათ ეს გაძლევს ფოტოების დადების საშუალებას ეს არ არის ისეთი ამსახველობის რომ ვთქვათ პირდაპირ მოერგოს ამა თუ იმ კომპანიის მუშაობას გააჩნია ამ შემთხვევაშიც პროფილს ხო ამ კომპანიის ანუ ინსტაგრამის მიმართ არის ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება დღეს ჩვენთან ისევე როგორც ყველა ახალი პროდუქტისადმი იმიტომ რომ
ადამიანებს ეშინიათ სიახლის, იმიტომ რომ მათ ხშირად არ იციან თქვა ფუნდამენტი რა შეიძლება იყოს, ანუ აქ კიდე სხვა რაღაცამდე როგორ შეიძლება რომ ინსტაგრამი გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში? ინსტაგრამი შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენოთ თუ ჩვენ გვაქვს გასაყიდი პროდუქტი, მაგრამ ასევე შეგვიძლია ძალიან კარგად მოვარგოთ ისეთ პროდუქტს, როგორიც არის რადიო. ამის მაგალითი შეიძლება იყოს რადიო იმედის ინსტაგრამი, რომელიც არც თუ ისე ცუდად მუშაობს. პრინციპში ჩვენ არ მყიდით არაფერს კონკრეტულ საეთერო სივრცეს გარდა ცხადია, ამიტომ ჩვენ იქ მუშაობთ უფრო იმიჯზე და უფრო ჩვენი მსმენელის განწყობაზე და ახალი აუდიტორიის ათვისებაზე. რამდენად მუშაობს? მე შემიძლია ვთქვა რომ მუშაობს, იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებიც გახდნენ ჩვენი მეგობრები ინსტაგრამზე დაიწყეს ჩვენი გადაცემების სმენა. მათ არ იცოდნენ აქამდე ამ გადაცემების შესახებ და ვთვლი რომ ინსტაგრამის გახსნით და ამუშავებით და ესეთ რაღაც აქტიური მუშაობით ჩვენ ავითვისეთ ახალი აუდიტორია. სკეპტიკურ წარმოდგენას ისევ და ისევ გავიმეორებ, ეს არის უბრალოდ სიახლის შიში, თუმცა რამდენიმე კომპანიამ რომელიც გამოირჩევეს ნოვატორული ინიციატივების ცხადია დაიწყო ინსტაგრამის გამოყენება და უკვე პრობლემებიც გაჩნდა. ერთი მაგალითი შემიძლია გითხრა არის თქვა კერძო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ფეხსაცმლის მაღაზიას, აქსესუარების მაღაზიას და კვების ობიექტებს. რატომღაც მათ გადაწყვეტეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი განთავსდეს ერთ ინსტაგრამზე. ვიზუალურად წარმოიდგინეთ, ჯერ შენახულო ფეხსაცმელს, მერე საჭმელს, მერე ისევ ფეხსაცმლის კრემს და შემდეგ ისევ რაღაცა ფეხსაცმელს. ანუ შემთხვევაში უნდა მოხდეს დიფერენცირება? დიფერენცირება ისევე როგორც Facebook-ს, ინსტაგრამის სწორად გამოყენებასაც სჭირდება ცოდნა. როგორ უნდა გამოვიყენოთ საჩვენოთ? ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უბრალოდ ტესტავს ყველაფერს და ხვდება რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე ამ წუთას უკვე მართავ 6 განსხვავებულ page Instagram-ზე და მეც ვარ პროცესში. ეს არ არის პროფესია, რომელსაც ერთხელ ისწავლი და შემდეგ ნუ რაღაცა ეს 1000-ში ერთხელ განახლებ. ეს არის პროფესია, რომელიც ყოველდღე იცვლება, ყოველდღე მიუხედავად იმისა, რომ თქვა მაგალითად შენი სპეციალიზაცია არ არის ახალი მედია, შენ შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვო, აი თქვა ინტერნეტში გეგვიზეს, რომელიც მე არ მაქვს. ამიტომ დავიწყოთ იქ ეს მინდოდა მე თქვა ყოველთვის რომ ბევრი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ეფექტურად და კარგად გამოიყენოს ეს პლატფორმები და ასევე ინსტაგრამი. უბრალოდ უნდა დატესტო, უნდა ნახო რა ამართლებს, რა არ ამართლებს, უნდა გაითვალისწინოს ხვების გამოცდილება, აუცილებლად უნდა შეისწავლო კონკურენტების გვერდები და უნდა ნახო მათ რა აქვთ და რა შეიძლება შენ შესთავაზო ახალი. ფოტო უნდა იყოს საინტერესო და ზუსტად უნდა იცოდე პირველი. აუცილებელი არ არის ინსტაგრამი გქონდეს. ეს არ არის აუცილებელი. უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ თვლი რომ საჭიროა, თუ თვლი რომ შენი გაყიდვები გაიზრდება, თუ თვლი რომ თქვათ ახალ მომხმარებელს აითვისებ, ხო? ამ შემთხვევაში უნდა გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ. ბაზარი მზარდია, ინსტაგრამის დადებითი ყველაზე ესეთი დიდი მხარე ეს არის ის რომ ძალიან დიდ სეგმენტს აერთიანებს, ყოველდღე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და ასაკობრივი ჯგუფი არის ძალიან დიდი. და ეს არის მისი პლუსი შესაბამისად. ყველაზე მეტად დამაბრკოლებელი ვთქვა რა შეიძლება იყოს. თუნდაც მოდი დავიწყოთ თავად პროფესიიდან, სოციალური მედიის და ონლაინ კომუნიკაციების სპეციალისტი. ეს არ არის თქვა 10 და 15 წლის წინადელი პროფესია, რომელიც ოდესღაც იყო მოთხოვნადი. მიწყება ერა ვთქვათ, ხო, მამის რამდენიმე წელია, რაც დაიწყო ჩანასახების სახით და ნელ-ნელა უფრო მეტად ვითარდება. რამდენად ხშირად შეგხვედრიათ ჩინი კოლეგა, რომელიც ან თავად შენ თუ უჩივი იმ ფაქტს, რომ თავად კომპანიის ხელმძღვანელებიც ვერ გარკვეულან, ვინ უნდა გააკეთოს, ვის უნდა მიანდოს ამ გვერდების ადმინისტრირება ამ შემთხვევაში. იცი რა, კი, ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც მე მოვედი რადიო იმედში, ეს იყო გენერალური დირექტორის ინიციატივა, ბევრისთვის, ბევრი საკმაოდ კარგი, მაღალ კვალიფიციური ადამიანისთვის იყო მოულოდნელობა, ესე ვთქვათ. ჩვენ შემთხვევაში არსებობს ესეთი კადრი, დეპარტამენტი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს, მაგრამ ბევრ კომპანიაში ეს დღემდე არ ხდება ასე, თუმცა იცვლება მიდგომა, იმიტომ რომ უკვე ვთქვათ, აი დამკვეთებთან ურთიერთობის დროს ვიღაცას კითხვა უჩნდება, ეს გვერდი ხომ არ გაქვთ, ხომ არ შემიძლია ვნახო და კომპანია რომელიც არ ერკვევა მასში ხვდება რომ ესეც მნიშვნელოვანია. აქ გვაქვს ისევ და ისევ იცი როგორი ტიპის პრობლემები, აი მაგალითად დიდი მედია ორგანიზაციები ვერ ხვდებიან როგორ გადავიდნენ სწორად ამ პლატფორმაზე და ძალიან ხშირად იყენებენ არსებულ შაბლონებს, რაც არის მაგალითად სირცხვილი. ჩვენ რადიო იმედი ამ შემთხვევაში კარგ პოზიციაზეა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჩვენი ორიგინალი ფლერი, რომელიც სპეციალურად რადიო იმედისთვის იქნება დაწერილი, იმიტომ რომ გონია რომ მსგავსი ტიპის დიდ ორგანიზაციებს აუცილებლად უნდა კონდეთ ისეთი კონტენტი, რომელიც კონკრეტულად მათთვის არის შექმნილი და არა ვთქვათ ინტერნეტში დევს არის თავისუფალი სარგებლობის ან რაღაცა ძალიან დაბალფასად შეიძლება იყიდო. იცვლება, იზრდებიან, სწავლობენ და ერთადერთი უფრო დიდი პრობლემაა ძველი სტრუქტურების, ძველი მედია ორგანიზაციების ეს
ასე რომ ვთქვათ, გარდაქმნის ვიდრე ახალი ორგანიზაციებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს. ну თუდიც გვაქვს. გასაგებია. ახალი მედია, რას გულისხმობს? ახალი მედია. ხო, ძალიან დიდი სფეროა და გულისხმობს ბევრ რამეს. მისი ერთ-ერთი განხრა არის სოციალური მედია, რაზეც ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, რომელიც თავის მხრივ არის ამოუწურავი, იმიტომ რომ რამდენი ქვეყანაც არის, იმდენი განსხვავებული კონტენტი არსებობს და განსხვავებული პლატფორმა. ну აქვე არის გამოწვევები ბუნებრივი, იმიტომ რომ შეიძლება ორი კვირის წინანდელი ტრენდი ხვალ უკვე აღარ იყოს ესეთი და მოგიწიოს რაღაცა ფორმირება და შეცვლა. მართალი ხარ, აი წარმოიდგინე მაგალითად რომელიმე ცნობილი ფეხსაცმლის მაღაზია, ის რაც იყიდება ცივ ქვეყნებში, მაგალითად ფინეთში, შეიძლება ზამთრის სეზონზე ისე კარგად არ გაიყიდოს საქართველოში, იმიტომ რომ ისე ძალიან არ ცივია. ну წელს იყო ციცივეები, მაგრამ ისე კარგად ზუსტად იგივეა ამ შემთხვევაში. ხო, ზუსტად იგივეა ამ შემთხვევაში. ის რაც იქ არის აქტუალური, შესაძლოა აქ არ იყოს ან პირიქით. ახალი მედიის საკითხებს. ახალ მედიას დავუბრუნდეთ. გარდა ამ სოციალური პლატფორმებისა, აქ შემოდის კიდევ ერთი საკითხი, თვითონ კონტენტი, რომელსაც ამზადებს სოციალური პლატფორმებისთვის. არის რადიოს სოციალურ მედიაში წარმოადგენს რამდენიმე სახე იგივე. მე ვერ ვიტყოდი, რომ პოდკასტები თქვა ახალი მედიის ისეთი ნაწილი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, მხოლოდ იყო რადიოში მარტო და იყო თქვა რუბრიკის სახით ან რაც პატარა ქრონომეტრაჟის მქონე გადაცემების და უფრო მე მაინც მგონია რომ სახელი შეუცვალეს და ახალი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მისი ამ პოდკასტის გავრცელების გზებია სხვადასხვანაირი, სწორად პოდკასტის შექმნის გზებია სხვადასხვანაირი, მისი დამონტაჟების იგივე სად განათავსო, როგორ განათავსო, რა უნდა განათავსო, ასევე ფოტოს განთავსების ტექნოლოგიები, ამ შემთხვევაში ინსტაგრამის შემთხვევაში, ხო, იქ ემატება კიდე კოლაჟები. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ პლატფორმები რამდენიმე სეგმენტია. ერთი არის პლატფორმა, სადაც ვათავსებთ, მეორე არის ამბავი, თვითონ ისტორია, რაც უნდა განვათავსოთ და როგორია ის. ის არის მულტიმედია, რაც გულისხმობს ტექსტის ვთქვათ ფოტოსი და აუდიო ვიდეოს სინთეზს, რომელსაც ასევე ხმაურები ემატება და რომლის შექმნასაც კიდევ უფრო სხვა სპეციფიკა აქვს. ასევე არის კიდე ძალიან ბევრი ესეთი სხვადასხვა ტიპის ტექსტები, ხო, ტექსტებიც განსხვავებულია ინტერნეტში და ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც არის ვთქვათ ჟურნალში ან გაზეთში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიაწოდო მომხმარებელს ესე თუ ის ამბავი რით უნდა დაიწყო, როგორ უნდა დაასრულო, რა უნდა დაურთოთ, ან ფოტო იქნება ეს რაღაცა საიმიჯო კლიპი იქნება თუ ასე შემდეგ. ხო, მაგარი ძალიან ბევრი დეტალი გასათვალისწინებელი. სამწუხაროდ პირველი ნაწილის დასრულებამდე სულ ცოტა დრო გრჩება. პრაქტიკულად ამოიწურა ხომ რეჟისორი მეუბნება, ამიტომ თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით რა გამოწვევების წინაშე ვდგავარ და საით მივდივართ ამ მიმართულებით, ანუ რაზე უნდა გაამახვილონ ბიზნეს კომპანიებმა და ბიზნეს ორგანიზაციებმა ყურადღება. იმისთვის რომ არ ჩამორჩნენ და იყვნენ იმისთვის რომ თავის პროდუქტი გაყიდონ, იმიტომ რომ მგონია რომ ონლაინ გაყიდვების თემაც თანდათან უფრო და უფრო აქტუალური გახდება. მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. არ უნდა ქონდეთ სირაქლემას პოზიცია და უნდა ეცადონ მაქსიმალურად მიიღონ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია იმაზე, რა ხდება მათი ირგვლივ და რა ხდება ახალ ტექნოლოგიებში. პულსზე ხელი გედოთ აუცილებლად და არ მოგერიდოთ იკითხოთ თუ რამე არიცით, იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ მე ვარ სპეციალისტი, რომელსაც ყველაფერი იცის, მე ვთვლი რომ უბრალოდ მე ვიცი ოდნავ უფრო მეტი ვიდრე სხვა, მან ჩემი ინტერესი ოდნავ უფრო მეტია ვიდრე სხვისი. იმიტომ თამამად იკითხონ თუ რამე არიციან და აქტიურად ძალიან დიდი მადლობა. გახდათ ჩემი სტუმარი გადაცემის პირველი ნაწილის ანნა ბუკია, რადიო მედიის ონლაინ კომუნიკაციების განვითარების მენეჯერი და ტრენერი ახალი მედიის საკითხებში. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება მომეყოლა რა გამოცდილება აქვს რადიო იმედს ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა. ერთმანეთში ხვდებით სულ რამდენიმე წუთში ბლოგერების კონკურსი პიარის თემაზე ელდარ პირმისაშვილის სატელეფონო ჩართვით. რამდენიმე წუთში მადლობა რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. ზაღამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. განმოგრძოთ გადაცემას PR ფორუმი გადაცემის მეორე ნაწილში, როგორც უკვე დაავანუსე ბლოგერების კონკურსის შესახებ ვისაუბრებთ PR-ის თემატიკაზე, რომელიც უკვე დასრულებულია, მაგრამ გამარჯვებულები ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. ელდარ პირმისაშვილი პერიტუს ჯგუფის დამფუძნებელი გვერდება ტელეფონის მეშვეობით. ზაღამშვიდობისა, მოგესალმებით ელდარ. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს პანელებს. მადლობა რომ გამოყავით დრო და გვერდებით გადაცემაში დღეს. ელდარ, უკვე დასრულებულია, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია PR-ის თემაზე, ბლოგერების კონკურსი, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა და რამდენად იყო აქტიური ამ მხრივ ის ბლოგერთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით. დიახ, მოკლედ ბლოგერების კონკურსი როგორც ახსენეთ, დასრულდა, სულ მიიღო 22 ბლოგერმა მონაწილეობა კონკურსში, რაც
საკმაოდ კარგი მაჩვენებელია თვალისწინეთ რომ პირველად იყო დიახ კონკურსი ჩავთვალოთ რომ შედგა იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ალბათ 15-მდე ველოდით რომ გამოხმაურება იქნებოდა მაგრამ ორი ძალიან კარგი გამოხმაურება იმისთვის რომ კონკურსი ჩავთვალოთ შემდგარად. რაც შეეხება თვითონ თემატიკას, ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა თვითონ როგორი იქნებოდა დამოკიდებულებები პიართან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა მათი მოსაზრება, ძირითადად იკვეთება ორი ტენდენცია. ერთი ტენდენცია არის, რომ ცდილობენ თვითონ აი ბლოგერების წარმომადგენლები რომ გააყონ თქვათ პიარის მიმართულება და განასხვაონ ჟურნალისტიკისგან, ის ეთყობა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა არის ჩვენი საზოგადოების და მათი თქვათ პოსტების ამაზე მეტყველებს, ანუ ძირითადად თქვათ წერენ რომ მნიშვნელოვანია რომ განსხვავება იყოს მედიის მუშაობასა და პიარის მუშაობას შორის და არ არის ერთი და იგივე და თქვათ როგორ ხდება ურთიერთკავშირი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვათ ჟურნალისტები გვეუბნებიან ხოლმე პიარის როლში და ხშირად თქვათ პიარ სპეციალისტებიც ითავსებენ სხვადასხვა ტიპის ჟურნალისტურ საქმიანობას. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ საინფორმაციო და შემეცნებითი ტიპის მიმართულებები მოყავთ ბევრ მათგან, სადაც საუბარია თვითონ ამ განსხვავებებზე. მეორე ტენდენცია რაც არის, ზოგადად უფრო არის აღწერითი სახის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც უფრო არ ველოდით ამ ტენდენციას, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ რა არის რეალურად პიარის როლი და რამდენი ბლოგერიც არსებობს, ფაქტობრივად ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ შეიძლება ეს აზრი თქვათ განვაზოგადოთ და ძალიან კარგია, რომ გარდა იმისა, რომ თავიანთ აზრს წერენ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ მოყავთ სხვადასხვა ტიპის პიარ სპეციალისტების გამონათქვამები, მთიანი ფრაზები, რაც გულისხმობს იმას, რომ კარგად ჩაიხედეს ამ თემაში და ზედაპირულად არ დაწერეს ეს პოსტები. მესამე და მნიშვნელოვანი რაც არის უმრავლესობა მათგანმა ახაც გარკვეულწილად ნეგატიურ კონტექსტში დაინახა პიარის მუშაობა. ანუ ნეგატიურ კონტექსტს გულისხმობ, რომ ერთი მხარე თქვათ წუწუნებდა, რომ არ არის რეალურად აღქმული პიარი ისე როგორც უნდა იყოს საქართველოში, ანუ ეს განვითარების ეტაპზეა და მეორე ადამიანები, რომლებიც ამბობენ თავიანთი რა თქმა უნდა პოსტების მეშვეობით, რომ რეალურად ძალიან რთულია პიარის მუშაობა იმ სივრცესა და დროში, რაც ჩვენთან არსებობს და რეალურად არ აქვს პიარს იმდენად დიდი როლი, რისი წარმოჩენაც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. აი ეს ტენდენციები გამოიკვეთა ამ შემოსული პოსტებიდან და ძირითადად მაინც ერთგვაროვანია, ვერ ვიტყვი თქვა რაღაც ძალიან განსხვავებული ნამუშევრები მივიღეთ, თუმცა ეხლა გვაქვს აქტიური პერიოდი, როდესაც ნელ-ნელა ვანთავსებთ ამ პოსტერს, მაგრამ ეხლა ერთად შევკრავთ ყველაფერს და უფრო მსჯელობთ, ანუ უფრო ფართოდ გავშლით თემას რომ უფრო მეტი ხალხი ჩაერთოს იმაში თუ რამდენად ან დისკუსიის რეჟიმში გადავიყვანოთ ფაქტობრივად ეს მიდგომები. გასაგებია, თქვენ ახსენეთ, რომ 22 ბლოგერი გამოეხმაურა ამ კონკურსს საკუთარი ნამუშევრებით. ვინ იღებდა მონაწილეობას ამ შემთხვევაში გულისხმობ პროფესიას, იყვნენ თავად პიარის წარმომადგენლები თუ ისინი, ვინც არ იხარშება ამ პროცესში და რაღაცა გარედან მეთვალყურის როლი აქვთ მორგებული? დიახ, უფრო უმრავლესობა არის, რომელსაც რაღაც გარკვეულწილად შეხება ქონია უფრო ინტეგრირებულ კომუნიკაციებთან, ვიდრე კონკრეტულად პიართან და თქვათ, დანარჩენი ნაწილი არის, ვისაც საერთოდ არ ქონია შეხება და ისეთ ზედაპირული დამოკიდებულება. ორივე მხარის პოზიცია პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თქვათ, როგორ ფიქრობენ რაღაცა შიდა თქვათ გამოცდილების თვალსაზრისით და მეორე როგორ ფიქრობენ გარედან ადამიანები, რომლებიც შიგნით არ იხარშებიან ამ პროფესიაში და თქვათ არ ქონიათ პრაქტიკული გამოცდილება. ფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს და თვალსაჩინო წარმოდგენასაც მოგცემს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, როდესაც შეიძლება რომ ითქვას, რომ დასრულდა კონკურსი, ანუ კულმინაცია, როდესაც იქნება და შეფასების კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ, როგორ უნდა გადაარჩიოთ თქვათ გამარჯვებულები.
კი ბატონო, ეხლა გვაქვს ჩვენ აქტიური პერიოდი, დაახლოებით შემდეგ კვირაში ვამთავრებთ უკვე ყოველდღიურ თანმიმდევრულად ვინც გამოაგზავნა თანმიმდევრულად დღეში ერთ პოსტს ვდებთ ხოლმე, იქიდან გამომდინარე, ვინც აგზავნიდა პერიოდულად. შემდეგ კვირაში ვამთავრებთ თვითონ განთავსებების თემას და გადავუგზავნით ანუ შეკრებილ ვარიანტს ჟიურის წევრებს. მათ დაახლოებით 10 დღე ექნებათ შესაფასებლად, ანუ თვის ბოლოს ფაქტობრივად უგეგმოთ ჩვენ რომ უკვე ყავდეს გამარჯვებულები. კრიტერიუმები არის ის რომ რამდენად არის თემა თვითონ კავშირში, ანუ რადგან თემა ფონდა ჩვენ პიარი დღეს ანუ რამდენად შეძლეს ამ პოსტების მეშვეობით აღეწერათ და გამოევლინათ ის სიტუაცია თუ საერთოდ რა სიტუაცია და რა ხდება პიარის სფეროს ირგვლივ დღეს როგორც საქართველოში ასევე სოფლიოში. მეორე რამდენად არის წარმოჩენილი პერსონალური აზრი, იმიტომ რომ აქ ბლოგისთვის მნიშვნელოვანია რომ პერსონალური აზრი იყოს წარმოჩენილი და რა თქვათ რაღაც სტატისტიკის მიდგომა, სადაც ვთქვათ, უფრო სხვისი აზრებია გამოთქმული და არა საკუთარი, იმიტომ რომ ბლოგი ნიშნავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და საკუთარი გამოცდილების, ვიდრე ზოგადად კომპილაციას სხვადასხვა ტიპის მასალებისა. ეს იქნება კრიტერიუმი, განსხვავებულობა იქნება და თვითონ თემის შეჯამება რამდენად კარგად შეაჯამა. ძირითადად ეს კრიტერიუმები, ანუ განსაკუთრებით ისეთი დიდი კრიტერიუმების ბაზა არ გვაქვს ჩამოყალიბებული, ეს სამი მარტივი კრიტერიუმი გვაქვს. გასაგები ახსენ ჟიური და ჟურის წევრების ვინაობა შეიძლება რომ გავამხილოთ თუ არის ინფორმაცია ეს კონფიდენციალური. იცით რა, ჟურის წევრების შესახებ, იმიტომ რომ თავიდან მქონდა კონსულტაცია რამოდენიმე ადამიანთან და იქით კვირაში გეგმავთ რომ უკვე თქვა ვინ იქნება ჟურის წევრები, თუმცა შემიძლია ვთქვა რომ ეს ადამიანები არიან ვინც ვიცნობთ, ვინც არიან თქვათ პიარის დარგში მომუშავეები, არა მარტო პრაქტიკოსები, არამედ თეორეტიკოსები და ვისაც თქვათ ქონია მეტნაკლებად შეხება თქვათ იგივე წერით მიმართულებასთან, თქვათ ბლოგთან და ასე შემდეგ, რომ უფრო ეფექტურად იყოს შეფასებული ეს პოსტები, რაც გამოაგზავნეს კონკურსანტებმა. რამდენიც მაქვს ინფორმაცია, სამი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, ხომ ამ კონკურსის შედეგად. და სამს ერთი გამარჯვებული არის, ანუ სამი გამარჯვებული იქნება ჩვენი ფულადი პრიზები, რაც გვაქვს დაწესებული და ერთი იქნება ზოგადად ვისაც მეტი მოწონება იქნება, ვის უფრო მეტ ადამიანს ჩართავს დისკუსიაში და მეტი გამოხმაურება ექნება, ესაც პრიორიტეტულია ჩვენთვის. დიახ, ამის ჩაკითხვას ვაპირებდი შეფასების საშუალება რამდენად ექნებოდათ, თქვათ, მაგალითად ამ შემთხვევაში Facebook-ის მომხმარებლებს, როგორ ჩანს აქვთ და ვინც სწორედ ახლა გვისმენს და არ ქონდათ ამ დრომდე ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ, გულისხმობ შეფასების დროს. სად უნდა მოგწებნონ, როგორ უნდა აგედევნონ, ასე ვთქვათ და როგორ უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. კი ბატონო, ანუ Facebook-ის პერიტუსის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ხდება ზუსტად ამ პოსტების გამოქვეყნება, სადაც ძალიან აქტიურად ვაქვეყნებთ პოსტებს და ვიღებთ კიდევ თქვათ მოწონებებს და სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს. ფაქტობრივად მინდა ვთქვა, რომ ეს ამ კონკურსმა დაგვარწმუნა, რომ ძალიან დიდი არის თვითონ ტენდენცია, იმიტომ რომ ეხლა რამოდენიმე ადამიანი როდესაც გავიდა უკვე ბოლოვა და იყო შემოსვლის 31 დეკემბერი, ძალიან ბევრმა მოგწერა 5-6 ბლოგერმა, რომ ვერ გაიგო, თქვა თან არ ქონდა სათანადო ინფორმაცია და ძალიან გული დაწყდა, რომ ვერ მიიღეს მონაწილეობა. ანუ ამის თქმა მინდა, რომ გაცილებით მეტი იყო ინტერესი, თქვა ამ კონკურსის მიმართ და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ზოგადად თვითონ კარგია, რომ თვითონ ბლოგერობის მიმართაც ანუ ჩვენ ორი შედეგი მივიღეთ, რომ ერთი ზოგადად ბლოგები გააქტიურეს ადამიანებმა და მეორე ჩავახედეთ ამ თემაში, რაც კიდე ცალკე საკვლევი თემა არის და მსჯელობის თემა ჩვენთვის სპეციალისტებისთვის, რომ ვისაუბროთ რამდენად აი რატომ მივიღეთ ეს შედეგი, თქვათ მოვახდინოთ გაანალიზება ამ ყველაფრის, თქვათ გასაჯაროება და ფიქრი იმაზე, თუ რატომ ფიქრობენ ეს ადამიანები ესე, თქვათ რომ რა დამოკიდებულებაში არიან ამ პროფესიასთან და რა არის რეალურად პრობლემა, ან თქვათ მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც მივახციეთ, თქვათ მიაღწია, თქვათ პიარმა როგორც პროფესიამ ამ თქვათ რაღაცა ბოლო წლების განმავლობაში, რაც აქტიურად ხდება თქვათ ამ პროფესიის მეტნაკლებად
სწორად მიტანა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებამდე. გასაგებია და ელდერ საუბრის მიწურულს თუ შეიძლება კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. აქტიურობა, ჩართულობა ამ კონკურსში მონაწილეების სახით და ასევე დაინტერესებული მხარების პირების გამოვლენაც, რადგან თქვენ წეგან საუბრობდით, გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს კონკურსი იქცეს ტრადიციადან კიდევ გეგმავთ. დიახ, ჩვენ გეგმავთ, რომ ანუ ეს იყოს ყოველწლიური კონკურსი, რადგან დაგვაწმუნა ამ შედეგებმა და მიღებულმა ინფორმაციამ, რომ ეს ადამიანები ერთი მზაობა არსებობს, ზოგადად ამ ადამიანების მხრიდან და მეორე არის ტენდენცია, რომ გაიგონ, რაც შეიძლება უფრო მეტი. იმიტომ რომ თქვა ინტერნეტ სივრცეში არ არსებობდა და პრობლემაც უბრალოდ ეს იყო ჩვენთვის, რომ არ არსებობდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები ქართულ ენაზე, ისეთი რომ თქვა რაღაც წარმოდგენა შექმნოდა დილეტანტ ადამიანს პიარის შესახებ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მეტნაკლებად და სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მიიღოს და თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება და თვითონ მიხვდეს რა არის ეს პროფესია რეალურად არა თქვა საერთაშორისო მასშტაბით, არამედ თქვა ადგილობრივად თქვა ბლოგერების თვალით განახული პროფესია. ძალიან დიდი მადლობა ბლოგერების კონკურსის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის თემატიკაზე უფრო კონკრეტულად პიარი დღეს ვისაუბრეთ. ჩვენ სტუმარი გაცემის მეორე ნაწილის გახდათ ელდარ პირმისაშვილი, პერიოდში ჯგუფის დამფუძნებელი. უღრმესი მადლობა გაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. ხოლო მათ ვინც სულ ახლახან შემოგვიერთდა თუ ვერ მოისმინეთ გაცემა პირდაპირ ეთერში, თქვენ უკვე შეგიძლიათ ხვალიდან ჩვენს გვერდზე, Facebook-ის ჩვენს გვერდზე PR ფორუმი რადიო იმედი მოისმინოთ, ნახოთ ფოტოები, ასევე აგვედევნოთ, გამხდოთ თქვენი პოზიცია და აფიქსიროთ, დაგვისვათ შეკითხვები, მოგწეროთ ის თემები, რომლებიც თქვენთვის არის საინტერესო და ჩვენამ ყველაფერს ძალიან დიდი სიამოვნებით, გულწრფელად და გულითადად გამოვეხმაურებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველი სოციალური რადიოქსელი, რომელიც ატარებს სლოგანს "ვუსმენთ ერთმანეთს". უღრმესი მადლობა საუკეთესო სურვილებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე გემშვიდობებით. გახდეთ ნინი ხუგაშვილი, გაცემის პროდიუსერია ნატალია თეთრაშვილი. ბედნიერად. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.